რატომ არის კავიტამინი მნიშვნელოვანი? ჩვენ ვართ პედიატრი ძმები. კავიტამინის მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, თუმცა მშობლების უმეტესობამ არ იცის, რომ ბავშვების უმრავლესობა იბადება კავიტამინის დეფიციტით. სწორედ ამიტომ დაბადების შემდგომ მნიშვნელოვანია, რომ კავიტამინის დოზა მივაწოდოთ ბავშვს. ხოლო კავიტამინი თვითონ მონაწილეობს შედედების პროცესში და შესაბამისად პირველი თვეების განმავლობაში შესაძლებელია თუ კავიტამინის დაბალი დოზა იყო, ამან გამოიწვიოს სხვადასხვა ტიპის სისხლდენები, იქნება ეს ქალაშიდა სისხლდენები ნაწლავში თუ სხვა რეგიონებში. დედის ძის საშუალებით კავიტამინის ძალიან მცირე დოზა გადაეცემა ბავშვს, ამ დროს მიკროფლორაც, ანუ მეგობარი ბაქტერიებიც კარგად არ არის კუჭნაწლავში განვითარებული, რომ წარმოქმნას საკმარისი კავიტამინი, შესაბამისად პირველ კვირებში და თვეებში სისხლდენის მაღალი რისკია. ამიტომ გახსოვდეთ, რომ დაბადების მერე სამშობიაროშივე თქვენს ბავშვს გაუკეთდება ერთჯერადი კავიტამინის დოზა, რომელიც ამ კონკრეტულ რისკებს, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მკვეთრად შეამცირებს. აგვიწერეთ კომენტარებში თქვენს პატარას თუ გაუკეთეს კავიტამინი დაბადებისას. აბა დროებით.